დემენცია, ამნეზია, უგეგაბაიტობა, ყველაფერი ჭირს ჩემს მობილურს. რაც მინდოდა ალოს ამბობს კი ხმა ისმის მეტი არაფერი არ შეუძლია. ეს ნაკუწ მე ხომ თავარი ვთქვათ და მე ვილაპარაკოთ რის საშუალებასაც მოგწევ. ხო და მოკლედ მე ჩემი წარმოდგენა მაქვს კანის მოვლაზე სხვა წარმოდგენა აქვს და მოკლედ ასე. მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. რა არ ვიყიდე? ლაროშე, ავენი, აჩენი, ბაჩენი, კუკუშენი, მაგრამ არა, წამოვალ ამ ქალს ვაწუხები მე ოფიციალურად. თან ხო ხვდები რომ ფულს არ მართავს და არც მორიდება არც არაფერი. ახლა ასე ვწერ რომ ხათო, შენი კრემი მინდა თქო, იმიტომ რომ რაც მქონდა დარჩენილი ვადა გაუვიდა 6 თვე აქ ვადა. ცოტა ხან მქონდა დარჩენილი მზის დამცავზე საერთოდ გიჟდა. ხო და მომივიდა. ხო და ვუთხარი რომ მხოლოდ მინდა მეთქი მზის დამცავი და ღამის თქო. არაო აკნეს კრემის და ვთხოვე რომ პატარა ქილებით გამოეგზავნა. ეს არის მზის დამცავი. ეს არის ღამის კრემი. არ მისუნებია უთქვენოთ. ეხლა უნდა წავისო. ლავანდა. დაოდნი და მინდოდა C ვიტამინი, რომელიც საოცარი ქონდა და მითხრა რომ არ მაქვსო. ხო და thank you. ეკიქის უნდა მაგიხადა მადლობა. შენს ფურცლებს აწერია და ასეთი აკნეს კრემი გამომიგზავნა, რომელიც მითხრა რომ ძალიან კარგიაო. ერთი კი არა. ორი რო გახსნიდან ვადა არ გაუვიდეს. მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის. მაგრამ შემდეგში ვიცი რომ მიყურებ ვინმე სხვას შევაკვეთინებ და ისე შევიძენ შენს კრემს. მოკლედ ეხლა გადავიდეთ აქ რა ფართალი გვაქვს გაშლილი და ცოტა ხანი ჩავჭორავდეთ, რაც წინა ვიდეოში ვერ დავასრულე. მოკლედ დედა ჩემი საყვარელი საჭმელი იყო, ძალიან ხშირად აკეთებდა ხოლმე. არ მეყვარდა არასდროს ჭარხალი. არ ვიცი ახლა რატომ მოვიგონე რომ უნდა ვჭამო. მაგრამ ეს ბოლო პერიოდია. დღეს დავგუგლე რეცეპტი. და გავაკეთე. სამფეხა ამას არ შეჭამს, მაგრამ მე და დავითი კი. გემრიელია, მაგრამ მე გავაკეთე ალუბლის წვენით და ნაყიდი ტყემლით. დედა აკეთებდა სახლის ტყემლით და შინდის კამპოტს ჩახეხავდა ხოლმე ნაყოფს და წვენს და სხვა გემქონდა მინდა. ასე ხო შემოიდებნა ხოლმე კოკას და დაერეკებოდნენ ხოლმე წყალზე და მე ვიცი ხალხო ამოჩემება საქმეშიც, ადამიანებშიც, სიყვარულშიც, საჭმელთან ურთიერთობაშიც. სულ მეკითხებიან ხოლმე რომ არაფერი გინდა? არა. მე რომ შეამშია და ნებისმიერ ამას შევჭამ. ესე დილას გავაუძო რამე მინდა არ არის. ხო და რახან დავითი კოსტელიან მოეწონა. ახლა სხვანაირი გავაკეთებ. შოკოლადის კარაქი ვიხმარი და იმედია სამფეხა არ მომკლავს. და ძალიან ბევრი ნიბუზები. და თბილია და რა კარგია, არ იცით. ასე ვიქნები. აქ გორში შევქმენი. დღეს ვეყავი ჯიჯი ჰაუსში. მოვიტანე მარაგი იმისთვის რომ კიდევ ვიმუშაო. ბევრი ჯერ მოვირჩინო ზურგი და მხრები. ხო, მე აქ ის მოძმაკაცი რომ ყავს თქვენთვის არ მიჩვენებიათ, ხო იქ არის უკიდეგანოთ სარეცხი გაშლილი, იქ ბოთლი დღვინო მიდგას ვსვამ ხოლმე, იქ ვიწექი. ეს ასე დგას თავისთვის.
თან დავკეთეთ. მაინც უნდა გავშალო. მაგრამ მკეცილი ჯობია. რა სახანდახან დასაშვებია. ცხოვრობ. მოკლედ ეს აქ არის აყუდებული, რამდენი ხანია. და დასაკეთებს. ჩემი კალონკა არასდროს არ თბება ზამთარში. იმდენად ცივი წყლით ვბანაობ, რომ ესეთი გამოვდივარ და აქ ცოტა კბილი მომტყდა ბანაობის შემდგომ. ანუ დიდი რეფლექტორები ხო შემაქვს აბაზანაში და შევინთებ ხოლმე წყალი ცხივია. ხო და ამიტომ ახალ წელს მოვიტანე ეს. დავდგი. მის მერ დგას. ხვალ მინდა ეხა დავერეკო ელიავაზე. ამას საკითხი აქვს დაკარგული. მეორადია, იმიტომ რომ ახალში ამაში ფულს არ გადავიხდიდი. კარგი მეორადია. ცოტა ხანი ეკიდათ და გაყიდას. სამაგრე უნდა. ვერი დათას რენტგენი უნდა გადავუღო. ვერ შოპ მარინაში მინდა, იმიტომ რომ დავით მიფრინავს და მაიკები და შორტები უნდა ვუყიდო. ვიყიდოს, მე არ უნდა ვუყიდო. არაჩი, დღეს ხო საერთოდ გაგდებული ვიყავი, დილიდან ხეხავდი სამთბაიმე. გუშინ ცოტა ადრე მოვედი, მაგრამ გარეთ ვემუშავე. და შეცებული ვიყავი, არ ვწუწუნებ, კარგად ვარ. ხო და ვეღარ გავედი, საღამოს მქონდა 2 ნაჭერი პური. გამოვიღე ქათამი, გალღვას თქო და შევწო თქო. ხანა ერთი წელი შევჭამა ეს პური. მეორეც მინდოდა. ვერ დავტოვე. 5 საათს რო გამობაკუნდა. გიჟივით ვხარშავდი პილმენს. იმ ერთ ნაჭერ პურს ვაჩენდი, მეთქი აბა აიღეთ. გაციებული მყავს სახში და იქაც გაშლილია ამბები. მოკლედ საჭმელი არ უნდა გამომელია სახში, თორე საშინელება ხდება. დღეს მთელი დღე ვრეცხავ, ხეხავ, დავბივარ წინ უკან. აბაზანამდე მივედი, ეს ძალიან მარტივად მივდივარ ხოლმე აბაზანამდე, მე გავრბივარ, რომ აი წაბალ რაღაცებს ვიყიდი, მოვიტან, მე ვიბანავებ. ხო და თან გავხეხავ, ჯერ გავხეხავ და მე ვიბანავებ და ვერ შევაღწია იქამდე და ეხლა ვინმე თუ შემიტანს, არც ბანაობა მინდა. დღეში ორჯერ ვის გაუგია ბანაობა ამ სიცივეში. ხო და არც თქვენი აბაზანის გახეხვა, აი დარდი ისე მშვიდად დავიძინებ ამყამ თქვენ შემოგევლეთ. ხვალ დილიცად გამექცევა აქ დამხვდება ისე. სერცხს ვერ ვაშრობა გახონხლილი და მოკლედ სამინისტროდან ველოდები პასუხს, ჯერ არ მომსვლია. არაფერი არ ვიცი. რას იზამენ. ხო და ასე. იანვარიც გავიდა ამ ხუმრობაში. ნაკერებსაც მალე თაბაშირსაც ვარ ვაიხსნის, დღეს კარგად გავრეცხე. ხო, უფრო იმიტომ ვერ გავხეხე აბაზანა, რომ დიდი დრო ჭირდება იმ სამფეხის გარეცხვას. ნაწილ. მერე გადახდის ამბავია. მერე დავიბა. ხო და ეს ჩვეულებრივ რა. არ ვწუწუნებ, კარგად ვარ, კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. სიტყვების რა ხარუხი არ მინდა. აი ესეთ განწყობაზე ვარ. უბრალოდ ის მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეგობარს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. იმის მერე ძალიან ახლო მეგობარს ძალიან ამოვიჩემე, მეც ერთი სული მაქვს. დავერეკო და მეც გადავიღო.
ვერც ვერაფერს ვერ ვეუბნები, ვერც შველი. ყველაფერი კარგად იქნება, ვერ ეტყვი ადამიანს. თანაგრძნობას გააჩნია, ზედმეტად მზრუნველი ვარ, მაგრამ მაგ სიტუაციაში შენ არ იცი ის მეორე მხარე როგორ არის გაღიზიანებული, რა დონემდე აქ გადახარშული მისი მდგომარეობა და ანუ ყველაფერი კარგად იქნება, ესე იქნება, მე არ ვარ ღმერთი, ვერავის ვერ ვპირდები ხოლმე და ხო ვურეკავ ძალიან ხშირად და ველაპარაკები და როგორც შემიძლია ვამხნევებ, მაგრამ თავს არ დამცემი იყო, აი ძალიან ახლო-ახლოდად ეს შობელი ძაღლი კიბო ჩემთან, ნამეტანი ახლოებში, ხო და ყველაფერი მის მანიშნებელია პაპიროს თავი დაანებ ქალო. არა პაპიროს წერიწებიან რომ იმედის ვიტოვებ რომ ყველაფერი კარგად ექნება ძალიან მაგარი გოგო აი ვერ გეტყვით ხალხო გაოცებამდე მაგარი გოგოა თავისით რო შექმნა ძალიან ბევრი რამე ნოლიდან მარტომ დაზარდა ორი შვილი ხოდა მე მინდა რომ ის ყავდეს ძალიან დიდხანს იმიტომ რომ ჩემი სტიმულია შენ ვინ ყავს მეგობრები და გვერდში როგორი ადამიანები გიდგანან ძალიან დიდი სტიმულია შენთვის შენ ისეთი ხარ და მე ისეთი სამეგობრო მყავს ისეთები არიან რომ ერთ ხო ასეთ გაჭირვებაშია და იქით მეკითხება რამე ხო არ გჭირდება შეიძლება მოკლა მაგ დროს იქით ჩემი ძმიშვილი იზრდება მამიდა მიყვარსო დღეს მითხრა ცოტა მოიჟარდა გიშდები აი არ ვიცი შეიძლება გავრეკო სხვათაშორის ძალიან მგავს ანუ მე და ჩემი ძმა გავართ ძალიან ერთმანეთს და შესაბამისად ეს ბავშვიც მამიდას გავს ჯერ ხო ნაზია არა კაცური და მაგრამ კაცურით იჭაჭება ძალიან მიყვარს შეშლილი ვარ ყოველ როდესაც მცალია გიჟვით ვრეკავ ბავშვთან ვალაპარაკეთ ჩემს უკვე ღადაობს ვერ იტანს ჩემს ზარს და ძალიან მაგარი შეგრძნება ყოფილა და რა გამოტოვებული მაგ არ მაყერს ეს არც დიშვილი არც ძმიშვილი და ეს შეგრძნებები ისე ჩახუტების აი ვერ გეტყვით როგორ მინდა რომ ვაკოცო ხოდა ესეთ ამბებში ვარ სამსახური ლოგინი საწოლი მე მთელი დღე საქმეები და გოგოებმა მითხრეს როგორ გიხდება მაკიაჟი ანუ იმ დღეს ეკას დაბადების დღეზე თქვენ რომ ნიკასი გეგონათ ხოცავედი და რამდენი მილოცვა მივიღე ყველას გაგცემთ პასუხს ხო და ეკამ რა არის ერთი რა წაისვიო დედის კოსმეტიკაში რო იქექები ხო იცი აი რო ჩავარდები ყველაფერი რო გინდა რომ მიიტყლინზო აი ესე ამოვიტყლინზე ხო და ყველა მაღნიშნა რომ ძალიან გიხდება მაკიაჟი და დავფიქრდი ხო ვერ შევიძინო და საღამოს როცა სამსახურიდან მოვალ და პირ დავიბანა ხო არ წევისვა სადანა თორე კი თუ გავაქრე ადრე კარგი გოგო ვიყავი ყველაფერი მქონდა ხოლმე როცა მეხალისებოდა და ეხლა თითქოს რაღაცა ერფერი არ მაგ ის ლაცინებდი არ მახსოვს გუშჩემდა ქალს თქვენს გემახსოვრებათ ჩემებს ჩემო და ქალმა რტუში მაჩუქა ეხლა 2 წელი გავიდა 3 რა ვიცი ვიქაქუნება აქ და ცოტა ადის მე მგონი ხათრით აიწევ ხოლმე ცოტა არ გამხმარა შიშით ცოტა ეს ქალი ხოდა ძალიან სასაცილოდ ეგრე წავედი ახლა მე იქ 5 წუთი გადაბმული აქ 7 წუთი ყველაფერს მართლა ვერ ვდგევარ სლიშკომ დაღლილი ვარ თან ბედნიერი ვარ რა ის შენ მიზნები ადამიანს რა მოძრავებს ის რომ მოდი წამოვუწვე მოდი გავიშხლართო იმანის თქვა ის იმას მკიდია საერთოდ ყველა გარშემო ჩემი ოჯახის წევრების გარდა ვინ რა სიტყვის ჩვენი მიზანი რა არის
ყველას ხო რომ ჩვენი შვილები იყვნენ კარგად, ჩვენ ვართ მათი გზამკვლევები, ბერკეტები, გიჟდები. რამდენი წლისიც არ უნდა გახდნენ ჩემი შვილები, ალბათ ჭიპლარს საბოლოომდე ვერ გავჭირ. კი ვადიდებ ხოლმე და ვცდილობ ხოლმე რომ ვეუბნები რომ დიდები ხართ და რაღაცა, მაგრამ გიჟდები. აბად ვარ. ზედმეტ აწყობა ჩემი პირადი ცხოვრების უქონლობის და გამო. აი ფოსტათავერთი 20 ჯერ რომ აკოცა დავდნი მოვკვდი, ჩავკვდი. გული ამიკანკალდა. ინფარქტამდე მივედი. ხო. ძალიან მაგარია, რამდენი რამე მოგითხრეთ. ხო გითხარით, მოგითხრობთ და დაუბრუნდებით თქო. მიყარხეთ და წავედი და მე მგონი ხვალ ახალ ტელეფონს ვეყიდე. იმიტომ რომ მეორე მჭირდება ისე და ჩემი ტელეფონი კიდევ გაჩვენოთ. აქედან ხო ასეთი მაინც არ ეკამს. ხო და ამას მაგარი მეხსიერება აქვს. ამით მაქვს დაწყებული აქან ამბები. ხო, ინიექციონის შემოდის კითხვები და მე დავასრულებ გოგოებო მე და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, კორექციაც კარგად იყო. დორ შემცივდა რომ გიყურეო, ძალიან შემცივდა მეც. ეხლა შეციებული ვარ, მაგრამ მაგარი ვარ. დავასრულებ გოგოებო მე, გაგიზიარებთ და ძალიან ბევრი გოგონას ნაცნობი აღმოჩნდა ჩვენთან კომენტარებში. წაკიყვანთ კორექციაზე რო წავალ, იმიტომ რომ მე ვიცი ხოლმე შედეგი როდის დგება, როდიდან იწყება, ეხლა კარგ ორ კვირაში მუშავდება ბოტოქსი და თქვენ სახლებში შემოდიო რა ყოთიდან ხო და კარგი გოგოა ჩემი აღმოჩენა და გაგიზიარებთ აუცილებლად რა თქმა უნდა. ანუ ორში მივდივარ, მე მგონი 19-დან 2 კვირა რო გადავითვალე 2 თებერვალი იყო და ურეკავ და ვკითხავ. აშა, დავედი მიყარხართ. მოვალ ხვალ თუ წაგიყვანთ გზად. სადმე გაგატარებთ, რასაც დაიმახსოვრებს ეს უბედური. რა ვიცი, წეღანდელოდ 7 წუთი ვერ დაიმახსოვრე და მე 8 წუთზე ვერ გადავიდე და ეხლა 18 წუთი მილაქლაქია და ეს დაიხსომა. ხო, დასკვნა გავაკეთოთ ხოლმე რაღაცისთვის ხეირატრატე ქალო ეს ცხოვრება ღირს იმათ რომ შენი შვილები იყვნენ, შენი შვილების ბედნიერებისთვის გააკეთო მაქსიმუმი. შენი მშობლებისთვის მე ხა ცალი მშობელი მყავს ანთლად და გიჟდები ღმერთმა არასდროს არაფერი ატკინოს. ხო და რა ვიცი, ძალიან ბედნიერებაა ცხოვრებაში, როცა შენი ოჯახის წევრები ძალიან ისეთები ყავს რა, ზრუნველები, მეგობრები, მე და ჩემი ძმა. არ ვიცი თქვენთვის მომითხრია თუ არა, მაგრამ ჩვენ ვართ სერიოზული ძმაკაცები და ქალები. ვაფშე ჩვენ ჯორავ არის ხოლმე ორ ხმაში მიდი. ყველაფერს ვუყურებ დროს არაფერი არ დამალია. ჩემი საუკეთესო მესაიდუმლია და არ მახსოვს ჩემ ძმას ჩემთვის შენიშნა, მაინც ჩემდასთან ვერ მეგობრობ. ესე იმიტომ რომ ეგრევე დამცხებს ხოლმე, კარგს გავაკეთებ მეჩხუბად, ცუდს ვაკეთებ მეჩხუბად და ამიტომ არ ვუთხრობ ხოლმე არაფერს. ნუ ისე. მოზომილად თან ვუყურებ. წავედი მე ბედნიერ პარასკევში აყამო თქვენ კაცს, საგებერებით.